ირანის რეგიონის პირველი ომი 1990-1992 წლამდე, რომელზეც ყველაზე ნაკლები არის ცნობილი და რეალურად არის ასე ვთქვათ ისტორიოგრაფიულად ყველაზე გაურკვეველი, ეს არის აფხაზეთის ომი და ეს არის საქართველოს ომი 2008 წელს, ხო? ეს ამ კონფლიქტი არის ის კონფლიქტები, რომელზეც ჩვენ გვექნება ფოკუსი. ფორმატი ეს არის ჯგუფური მუშაობით, მონაცემების შეგროვება, დახარისხება, გაანალიზება, განსხვავდება კლასიკური აკადემიური კვლევებისაგან იმით, რომ ეს არის ასე ვთქვათ მონაცემების შეგროვება და მე ესეც დაწერა, ცოტა განსხვავებული ფორმატია და ამაზე დიალოგი თუ დეტალურად. და მიზანი არის ის, რომ ჩვენ რეალურად გამოვავლინოთ პირველი რა მოხდა ზუსტად, დავადგინოთ ზუსტი ქრონოლოგია, დავადგინოთ ზუსტი მოვლენების აღწერა და გავაკეთოთ მონაცემთა ბაზები, რომლებიც იქნება სხვა მკვლევარებისათვის საფუძველი იმისა, რომ მოხდეს ამ რესურსზე დამოუკიდებლობის ჩატარება. ხო? და თავად მიზანი არის, რომ მოხდეს ეგრეთ წოდებული lessons learned, ნაცნობი გაკვეთილები. ანუ რა შეიძლება რასწავლი შეიძლება გამოვიტანოთ ამ მომენტიდან, ამ კონფლიქტებიდან, იმისათვის, რომ მომავალში თუ მეთმა დაიფაროს კიდე იქნება რაღაცა კონფლიქტი, ან იქნება მოლაპარაკებები, ან არის რაიმე რთული სიტუაცია ჩვენი ქვეყნისათვის სამხედრო, დიპლომატიური თუ სხვა თვალსაზრისებით, რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ კონფლიქტებიდან, რომ ჩვენ უფრო კარგად ვიყოთ მზადები ამისთვის, როგორც ინსტიტუციები, როგორც კერძო სექტორი, როგორც ჩვეულებრივი საზოგადოება, ხო? მსგავსი ინიციატივები იყო საზღვარგარეთ, ერთ-ერთი ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის BDM-ის კვლევა. ამერიკამ ვიეტნამის ომის შემდეგ ჩაატარა საფუძვლიანი კვლევა იმისათვის, რომ გაიგო, რატომ წააგო რეალურად ომი. და ეს კვლევა მოიცავდა როგორც სამხედრო ანალიზს, მოიცავდა ანალიზს უშუალოდ ლოგისტიკის, ეკონომიკის, მოიცავდა მორალის თუ ჯარისკაცებისა თუ ადამიანებისა და იყო საკმაოდ საფუძვლიანი ანალიზი უშუალოდ სამხედრო ნაწილში. ასევე ერთ-ერთი ესეთი ინიციატივა და კვლევა იყო ერაყის გამოძიება, ასე ვთქვათ, ერაყის ინკვაირი, რომელიც ჩატარდა ერაყის ომის შემდეგ ბრიტანეთში და მიზანი იყო გამოვლინებინა ზუსტად იგივე რაღაცეები, რეალურად რა მოხდა ამ ომის განმავლობაში, რა შესაბამისად იყო დაშვებული, რა იყო გაკეთებული სხვა და რა შეიძლება აქედან მისწავლოთ. რამდენ აქტუალურია ხა ეს საკითხი, ხო? რეალურად ჩვენს ქვეყანას ეს რაღაცა ჭირდება, არ ჭირდება, რა არის რეალურად? საქმეში არის, რომ არის გაკეთებული ინდივიდუალური ესეები, ინდივიდუალური ანგარიშები, არის გაკეთებული ასე ვთქვათ აკადემიური ნაშრომები, მაგრამ ესეთი ფორმატის კვლევა, რომელიც გამიზნულია იმაზე, რომ იყოს გამოსადეგი პრაქტიკული ინფორმაციით საზოგადოებისთვის თუ ინსტიტუციებისთვის თუ კერძო სექტორისათვის, ესეთი რაღაცა არ გაკეთებულა და არ გაკეთებულა ესეთი ინფორმაციული რესურსი, რომელიც მარტივ გამოსაყენებელი, რომ მე დღეს შემიძლია როგორც კვლევა შევიდე, გავხსნა და ამოვიღო რაღაც ინფორმაცია აქედან, რომელიც მომეხმარება, რომ მარტივად ავაწყო ახალი ჩემი კონკრეტული სექტორის კვლევა, ხო, ანუ ეს იყო დახარისხებული პირველადი მონაცემები, პირველადი წყაროები, ეს არ არის. და როგორც ვახსენე ზოგადად 91-ის და 93-ის პერიოდში კონფლიქტებში, ხო, ეს იქნება და ცხინვალის რეგიონის ომი თუ აფხაზეთის ომი, აქ ბევრი რამე არის დღემდე უცნობი. პრაქტიკულად ცხინვალის რეგიონის ომსაც შეეხება ეს ისეთი რაღაცა არის, რომ ამაზე მინიმალური ინფორმაცია საერთოდ და იმის გამო სამოქალაქო ომი მიდიოდა ამ პერიოდში, ასე ვთქვათ, ამაზე ბევრი რამე არც იცოდა მოსახლეობამ თბილისში თუ სხვა ქალაქებში, ხო? და ეს არის ვთქვათ მიზანი, რომ ეს ასე ვთქვათ ინფორმაციული ვარყოფები ჩვენ ამოვიღოთ და შევხვდეთ რეალური ინფორმაციული გამოსტიკის წყარო. ეხლა თუ ვილაპარაკებთ რა არის კონკრეტული ამოცანები, რაც გვინდა გამახორციელოთ, რაც გვინდა შევასრულოთ, პირველ ეს არის სამივე ომის ზუსტი ქრონოლოგიის დადგენა. ხო? ერთ-ერთი რამე რაც არის ასე ვთქვათ პრობლემატური ზოგადად ეს არის ჩვენ ვიმჯობოთ რა მოხდა, ან როგორ მოხდა, ჩვენ და ვიცოდეთ მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია, ხო? და აი ამ კონფლიქტების ეს ქრონოლოგიის გაკეთება არის პირველი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ამოცანა. მეორე ეს არის საჯარო მასალების ანალიზი, არის უამრავი ფილმი, არის უამრავი ინტერვიუ, არის უამრავი ფოტო, არის უამრავი სხვადასხვა ტიპის მასალა, როგორც ქართულ ენაზე, ასევე ეს იქნება რუსულ ენაზე, ეს იქნება აფხაზურად, იქნება და ბავშვებთან ჩილკავკასიურ დიალექტებზე, ხო? არის ისეთი მასალები, ამათი თავმოყრა ერთად, სისტემატიზირება, დახარისხება, თემატურად, ასე ვთქვათ, მინიჭება ეს არის სამხედრო თემატიკაზე, ეს არის ეკონომიკურ თემატიკაზე, დიპლომატიურ თემატიკაზე, სხვა დახარისხება. და შემდგომი ანალიზი. ასევე ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროების ანალიზი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა მოვლენებზე, რაღაც
აქვს წყაროები, რომელსაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ერთი წყარო იძახის ან მიუთითებს რაღაცა კონკრეტულ მოვლენებზე, მეორე მიუთითებს რაღაცაზე. ამათი იდენტიფიცირება და გამოვლენა სად არის მთავარი უთერთსაწინააღმდეგო ნაწილები, ხო? მთლიან ამ ქრონოლოგიებში ეს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. იმიტომ რომ აი აქ არის ასე ვთქვათ ყველაზე მეტი მთავარი ინფორმაცია რაც გვჭირდება იმისათვის, რომ რეალური სურათები დავიღოთ. ეს ასევე არასაჯარო ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. საქმე შეიძლება ეროვნულ და უცხოურ არქივებში, ეს იქნება არქივები, რომელიც გასაჯაროებულია, თუ იქნება უცხოური უწყებები, მაგალითად State Department იქნება, თუ ეს იქნება გერმანიის საელჩო, თუ იქნება გაერო, თუ სხვა ორგანიზაციები, რომელიც იყვნენ ამ კონფლიქტების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე, აკეთებდნენ რაღაცა ჩანაწერებს იმას, თუ რა ხდებოდა, გადაცემენ ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მოვლენებზე ჩვენივე ჩანაწერების გარდაცემას უცხოურ უწყობებში ცხოვრობთ და ჩვენ გვინდა ამის გამოცხობა. იმიტომ რომ ბევრ ესეთ მოვლენას გაუვიდა უკვე ასე ვთქვათ საიდუმლო გრიფი, ხო, 20 წელი გავიდა, 30 წელი გავიდა მაგალითად 90-იანების დროს კონფლიქტებზე და ამ ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნა გვინდა ჩვენ, რომ ეს იყოს ასე ვთქვათ საჯარო დომენში, რომ მოხდეს ამის გადამოწმება. ასევე ეს არის გაჟონილი წყაროების სისტემატიზება და ანალიზი. WikiLeaks-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საკმაოდ დიდი ხნის წინ ამერიკული დიპლომატიური კაბელების მონაცემთა ბაზა. ეს იყო გაჟონილი მონაცემთა ბაზა, სადაც სხვადასხვა არის უამრავი კაბელი პერიოდიდან 2004 წლიდან 2010 წლამდე. მათ შორის მოიცავს ამერიკულ დიპლომატიურ მისიას საქართველოში, რუსეთში და არის დიპლომატიური კაბელები ზუსტად ამ მოვლენებზე. და ესეც არის ერთ-ერთი ინფორმაციის წყარო, რომელიც არავის არ გაანალიზებია რეალურად ამ კონკრეტულ კონტექსტებში. ეს იქნება აბსოლუტური ნოვაცია ამ ისტორიოგრაფიულ კონტექსტში. და ეს არის საკონცერტო პიროვნებებთან ინტერვიუების ჩატარება, ხო? ბევრი პიროვნება ამ კონფლიქტებში მონაწილეობდა, მათ გააჩნიათ რაღაც ის უნიკალური ინფორმაცია, რომელიც არ არის შეიძლება ჯერ დახასიათებული, არ არის აღწერილი და ჩვენ ხედავთ იმას, რომ როდესაც ჩვენ გავაკეთებთ გამოვლენებას აი ამ ყველაზე დიდი უზუსტობებისა, ჩვენ გამოვიყენოთ ინტერვიუების საშუალება, რომ აი ეს რაღაც ნაპრალები ინფორმაციული, რომელიც ვერ შევავსებთ ვერც არასაჯარო ინფორმაციით, რომელიც გამოვიტყუეთ, ვერც გაჟონილი წყაროებით, უკვე მივიდეთ ადამიანებთან და ვკითხოთ, თქვენ იყავით მომსწრე, თუ დაინახეთ ეს რა მოხდა, როგორ მოხდა, ხო? ამიტომ ეს არის თქო სრულფასოვანი მიდგომა, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა. კვლევის ფორმატი როგორც ახსენეთ, განსხვავებული, ჩვენ უყურებთ ეს იყოს iterატიული ფორმატი, ანუ აზროვნისმყოფი, სტანდარტული ფორმატი. ჩვენ ვიღებთ წყაროებს, წერთ, ვახარისხებთ და წერთ რაღაცა ანალიზს, ხო და ვებულობთ თეზის ან ანგარიშს. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პირველად წყაროებს, ვახარისხებთ სისტემატიზირებას უკეთებთ, თემატურად ვაზრებთ რაღაცა, ასე ვთქვათ, თეგებს, ხო რაღაც თემატიკაზე ვაზრებთ, რომ ეს არის ეს წყარო და შემდეგ ვიღებთ და ქრონოლოგიაზე ვაბარებთ. ხო, ანუ კონკრეტულ ქრონოლოგიაზე, კონკრეტულ მოვლენაზე როგორ ჯდება ეს კონკრეტული წყარო, ამას ეხება თუ არა. და შემდეგ უკვე ვაკეთებთ ხარისხობის შეფასებას, სინთეზს და ვაკეთებთ იმის გამოკვლევას ზუსტად, სადა გვაქვს ინფორმაციის ვაკუუმი. და ეს პროცესი თავიდან იწყება. და ვაკეთებთ ეს პერიოდულ ანგარიშებს, რომელიც გვეხმარება, რომ დროთა განმავლობაში ამოვიღოთ თუ ამოვწუროთ ის ასე ვთქვათ უზუსტობები, რაც კი არის თითოეულ ამ სამ კონფლიქტზე. მოდელად ამისა არის ესეთი ანალიტიკურ სტანდარტსაც შეეხება, როდესაც მოხდა 11 სექტემბრის ტერორისტული შეტევები აშშ-ში, ერთ-ერთი რაღაცაც იყო გამოვლენილი, როგორც გამოწვევის მიზეზი იმისა, რომ ეს მოხდა და ამერიკის სტრუქტურებმა ეს გაუშვეს, იყო ანალიტიკური სტანდარტების არქონა. ანუ გვაქვს რაღაცა ინფორმაცია წყაროდან, ეს წყარო გვეუბნება, რომ შეიძლება მოხდეს შეტევა, მეორე წყარო გვეუბნება, რომ შეიძლება არ მოხდეს შეტევა, ინფორმაცია ამ მეთოდიდან ამას მიუთითებს, როგორ შეიძლება ამის შეფასება გავაკეთოთ, გავანალიზოთ ეს წყარო სანდოა თუ არ არის სანდო. ან როგორ შეიძლება რომ სისტემატურად გავაკეთოთ წყაროების ერთმანეთთან შედარება. ამიტომაც ამ ტრაგედიული მოვლენის შემდეგ ამერიკის მთავრობამ მიიღო აღწერა, რომ გამოქვეყნებიათ ესეთი სტანდარტი, დირექტივა, რომელიც განსაზღვრებდა სტანდარტს, როგორ შეიძლება ინფორმაციის შეფასება. ხო, ეს არის საჯარო დომენში, ბევრი მკვლევარი ამას იყენებს, მაგრამ ეს არ არის გავრცელებული ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ჰუმანიტარულ სფეროში და მოიცავს იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ სისტემატიზირებულ დახარისხებას წყაროებისა, აი კონკრეტული პირველად წყაროსა მაგალითად, რამდენად არის სანდო, პროცენტულად დავუშვათ, მაგარი სანდოობა, დაბალი სანდოობა, რამდენ მაგარი ალბათობა, რომ რაღაც რაც აღწერილი აქვს, მოხდა და შესაძლებელი კრიტერიუმები არის და ამის პრაქტიკის აფუძება გვინდა ჩვენ შეკვლევაში. ეხლა კითხვა ისმის, რატომ მოხალისეები, ხო? მე მაგალითად განათლებით ვარ ბიოქიმიკოსი,
პროფესიული გამოცდილება ამ სფეროში, ბევრი ჩაერთო საორგანიზაციო ჯგუფიდან, მაგალითად არ არის ისიც ექსპერტები ამ სფეროში, რადგან ჩვენ ხო, აი რა სპეციფიკურ გაქვთ, რა კრედენციალები გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ კომპეტენტურად ეს გავაკეთოთ. საქმე მაშინ არის, რომ არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ესე შევხედოთ, რომ ჩვენ არ აქვს რაღაც კრედენციალები, თუ რომ ჩვენ არ საჭიროებთ ამას ამ კონკრეტულ ფორმატში. არის ესეთი მიმართულება, ეს კონცეფცია, რომელსაც ქვია citizen science, ანუ სამოქალაქო მეცნიერება. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ როგორც მოხალისეებს გვაქვს რა ადამიანური რესურსი, ჩვენ ვართ ბევრი, გვაქვს დაინტერესება და შეგვიძლია ეს თქვა შავ სამუშაოს გაკეთება. მონაცემების მოძიება, გაანალიზება, საბაზისო დონეზე და დახარისხება. და უკვე ღრმა ანალიზი ისეთი რაღაცა, რაც შედარებით ისეთი რაღაცაც ის გაკეთება შეუძლია ადამიანს, რომელსაც აქვს რაღაც პროფესიული განათლება თუ აქვს დაუშვათ ექსპერტიზა. და ჩვენი ფორმატი მოიაზრებს ექსპერტების შართასაც ამაში. ბევრი ისეთი მაგალითი არის, სადაც აი ესეთმა მიდგომამ, რომ ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები და მეცნიერები ერთად რაღაცას აკეთებენ, მოიტანა ძალიან სერიოზული შედეგები. მაგალითად, ფოლდიტია ეგეთი პროექტი ჩემი სფეროდან, ჩემი მარტივად მოვყვან მაგალითად, სადაც ბევრი ინიციატივა იყო გაკეთებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მიერ, მათ გააკეთეს ვებგვერდი, სადაც ჩვეულებრივ ადამიანს, მე თქვენ შეგვიძლია შევსრულიყავით და დაგვეთმო 5 წუთი იმისათვის, რომ შეგვეფასებინა, რამდენად კარგად ჩდება ცილი სტრუქტურა, ვთქვათ, მონაცემებში, რომელიც უნდა იყოს ესე მარტივად ვთქვათ. და ამის შედეგად, აი ამ კოლაბორაციის შედეგად ჩვეულებრივი ადამიანის და კვლევარებს შორის მოხდა ის, რომ მოხდა აღმოჩენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილისა შიდის გამოწვევის ვირუსისა. ხო? ესეთივე რაღაცა მოხდა ისე ჩვეულებრივი მოყვარული ასტრონომები აკვირდებოდნენ პლანეტებს, აანალიზებდნენ ასეთ მონაცემებს და გამოიწვიეს ახალი პლანეტა, აბსოლუტურად კეპლერ 64b. და ეს მოხდა სრულიად მოყვარულების მიერ და დღემდე არის აღიარებული ჩვენ პლანეტად და არის რეალური შედეგი ამ ფორმატისა. და ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ მოხალისეებს შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ თავზე ეს ვთქვათ, შავი სამუშაო და ექსპერტებმა შეგვიძლია ხელი შეგვიწყონ იმაში, რომ მოხდეს უკვე დეტალური ანალიზი და შეფასება. ის რაც შეიძლება ჩვენ კომპეტენცია არ აქვს. ეს არის კვლევის პროცესი. იდეა არის იმაში, რომ ჩვენ გვაქვს სამი მიმართულება, ერთი არის ცხინვალის ომის მიმართულება, 1992, რუსეთ საქართველოს ომის მიმართულება და აფხაზეთის ომის მიმართულება. ჩვენ გვაქვს მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც ყავს ეგრეთ წოდებული კვლევარი მეთაურები დავაყოთ, ხო, რომელსაც აქვს გარკვეული დონის განათლება ამ სფეროში, დაუშვათ ისტორიაში, სამხედრო საქმეში, დიპლომატიაში, ეკონომიკაში, რაღაცა კონკრეტულ სფეროებში, რომელშიც მათ აქვს კომპეტენცია, რომ გააკეთონ ანალიზი. მაგრამ შეიძლება ისინი არ იყოს ბოლომდე ექსპერტები. აქვთ დაუშვათ უმაღლესი განათლება ბაკალავრის დონეზე. ეს ადამიანები აკეთებენ მონაცემის შეგროვებას, ჩასმას მონაცემთა ბაზაში დაგანახებთ და ქმნიან ერთ-ერთ ესეთ რესურსს, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი ყველასათვის, ნებისმიერ მკვლევარისთვის მომავალში. შემდეგ ეს ფაზა გრძელდება 2 თვე, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, გადავდივართ ანალიზის ფაზაზე, სადაც ჩვენ ვაკეთებთ ქრონოლოგიას და ქრონოლოგიის მიხედვით ვაკეთებთ კონკრეტული წყაროების, ასე ვთქვათ, მიღმას ამ ქრონოლოგიაზე და გაწერას თუ აი ამ კონკრეტულ მოვლენაზე რა მოხდა, ამ კონკრეტულ ქრონოლოგიურ ეპიზოდში რა ხდებოდა ამ წყაროებზე დაფუძნებით. და ამ ნაწილში გვეხმარებიან დარგობრივი ექსპერტები. კახა, რომელიც ზის წინა ნაწილში არის ზუსტად ისტორიკოსი, თვითონ სპეციალიზირდება აფხაზეთის კონფლიქტში, აქვს დაწერილი ამაზე წიგნი და შესაბამისად ერთ-ერთი ესეთი ხელშეწყო ფაქტორი ამ ინიციატივაში იყო კახა ჩართულობა და გვინდა რომ სხვა მრავალი ექსპერტი, რომელიც არის გამოცდილი ამ საქმეში, ჩაგვერთოს, რომ გაუწიოს აი ამ პროცესს, სადაც გადავდივართ მოვლენებიდან დაწერაში, კურირება და თავიანთი ექსპერტიზა მას